21 საუკუნე 100 წელი გვაქვს ოქროს ხანა. ნუ როცა გქონდა საშუალება რომ ჩვენი არათუ ვეცხოვრა ჩვენი კანონით, ანუ ჰარმონიულად ბუნებრივად განვითარებული იყო ადამიანი. აი წარმოვიდგინეთ თამარ მეფის დროს, ხო აი ილია ჭავჭავაძე ხო ის პირველი იყო და ერთადერთი დუმის წევრი იყო რუსეთის, ხო გამოვიდა და სიტყვა თქვა სიკვდილით დარჩის გაუქმებას. წარმოვიდგინეთ. და რატო ილია ჭავჭავაძე იცოდა რომ ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა დედამიწაზე სადაც სიკვდილი დაიჯდა გამო. პირველი ქვეყანა. ვერსად ევროპაში, ევროკავშირი რო ახლა თავისი ღირებულებებით ამაყობს და თავს იწონებს. მე-20 საუკუნის ბოლოს გააუქმეს, რო იცოდეთ ევროკავშირის ქვეყნებში სიკვდილი დარჩა. და საქართველოში გააუქმეს მე-12 საუკუნის ბოლოს, რო იცოდეთ. თამარ გააუქმეს სიკვდილი დარჩა. ეს არის უნიკალური ამბავი, რამდენი რამე გვაქვს საამაყო და რამდენი რამეს ვერ ვიყენებთ და ვერ ვამაყობთ. არა და ამაზე საამაყო რა უნდა იყოს, როგორ განვითარებული იყო ადამიანი, როგორც მოაზროვნე. როგორი განვითარებული რომ სიკვდილი დარჩა გააუქმო. რამდენი აითვალება, რამდენი საუკუნით უსწრებს მე-12 საუკუნეში თამარის გადაწყვეტილება ევროპის 1991 წელს გააუქმეს საფრანგეთში ევროპის ცენტრში 1991 წელს. აბა დაითვალეთ რამდენი საუკუნით გაუხსნო თამამებთან. ანუ როგორ ისი თქმა მინდა რომ ჩვენ როგორც მოაზროვნე ხალხი სულ სხვადასხვა ვიქნებოდით. რომ არა ამდენი დაპყრობა და ასეთი უზარმაზარი ურჩხულები და იმპერიები რომლებიც პირდაპირ გზაჯვარედინზე ვიყავთ. ხო ის ვერავინ ვერ აქვს და ვერავინ. საბედნიეროდ ისე მოხდა რომ ამ დიდი ურჩხულების მიუხედავად ჩვენ მაინც შევძელით და მოვახცე ჯერდე ცოცხლად მოველი და მეორედ იმდენი მნიშვნელოვანი და ღირებული შევინარჩუნეთ რომ ის იმპერიები გაქრნენ ძალიან ბევრი საერთოდ გაქრა. ნუ ჩვენ რასაც ვერ წარმოვიდგინდა, რასაც საწყალი ერეკლე ვერ წარმოვიდგინდა. ხო ის და არ მიყვარს ხომ ერეკლე მეფეს ლანძღავ, იმიტომ რომ ყველაზე წარედ მოტყუებული მეფეა. იმდენად დაღლილები ვიყავით რომ ვერ გაამტყუებ ერეკლეს რომ თქვა რომ აგერ ამხელა ქრისტიანული სახელმწიფო და იქნებ მართლა დაგვიფაროს და დაგვიცვასო და ვერ გაამტყუნებ რომ ეს ქრისტიანული რო გვეგონა ჩვენ და ეს დიდი ქვეყანა მფარველი რო გვეგულებოდა ყველაზე საშინელი დამპყრობელი თუ აღმოჩნდებოდა რას წარმოვიდგენით რომ ამანამდე არავის არ გაუქმებია ქართული ეკლესია არავის ანუ მუსულმანი დამპყრობელი რამდენი გვყავდა იცი არავის აზრად არ მოსვლია რომ ეკლესია აიგზავნა ჩვენთვის პირველი იყო რუსეთი ენა რო აიგზავნა ჩვენთვის სალაპარაკო ენა არავის აზრად არ მოსვლია ხო